ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე, სამედიცინო გადაცემა, რომელსაც ჩვენ ავერსის კლინიკასთან ერთად ვამზადებთ. დღეს შაბათია, სერგო კობალავა გაუძღვები ამ გამოშვებას პირდაპირ ეთერში უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებ ძალიან საინტერესო სამედიცინო საკითხზე, იმ ორგანოს შევეხებით, რომლის არსებობის შესახებაც კი ძალიან ბევრ ჩვენგანს, უბრალოდ მათ ვინც არ არის ჩახედული მედიცინაში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. რაზე აიგება საუბარს, პატარა ინტრიგა ჩავაგდე, ამას მოგვიანებით გეტყვით. აუცილებელ ინფორმაცია შეგახსენებთ. ეს არის პირველ რიგში ტელეფონის ნომრები 292 11 88 292 11 99. ამ ნომრების საშუალებით შეგიძლიათ დაარეკოთ სტუდიაში და თემიდან გამომდინარე თქვენთვის საინტერესო შეკითხვები უშუალოდ ჩვენ სტუმარს დაუსვათ. ამას გარდა გამოვაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Go ინტერნეტ მისამართი www.sms.go.g ტელეფონი 219 ამ ნომრის საშუალებით SMS-ის სახით შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ კითხვა და კიდევ ერთი შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდის მეშვეობით მისამართი ძალიან ადვილი იმედის კლინიკა რადიო იმედი. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშინ მეგობრებო, დღეს როგორც გითხარით, ვისაუბრებთ ერთ ორგანოზე და გავერკვევით თუ რა ფუნქციები აკისრია ამ ორგანოს, რა როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმისთვის. ორგანო, რომლის არსებობის შესახებ ძალიან ბევრმა არც კი იცის, ეს არის თიმუსი. დიახ, ვნახავთ თუ რა არის თიმუსი, რა ფუნქციები აკისრია, რას გამოიმუშავებს თიმუსი, როგორ ვითარდება ის და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად თიმუსი ჩვენი ორგანიზმისთვის. ამ თემაზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქავთონი ნინო ესაკია. მადლობას გადავხდით მას მობრძანებისთვის და მივესალმები. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო სერგო, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო თემა აგირჩევიათ და იმედია მსვენელისთვისაც საინტერესო იქნება. ქავთონი ნინო, ალბათ ამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც გავაჩერებთ გარეთ, ვინც არ არის, რა თქმა უნდა, ჩახედული მედიცინაში, ვკითხოთ რა არის თიმუსი. ძალიან ბევრი მათგან ვერ გვიპასუხებს თუ რას წარმოადგენს ეს ორგანო. მიზანი ალბათ დღევანდელი გადაცემისა იყო ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია აი ამ ფრიად მნიშვნელოვანი ორგანოს შესახებ. მაშ რას წარმოადგენს თიმუსი? თავდაპირველად ზოგადი ინფორმაციით დავიწყოთ და შემდგომ უკვე კონკრეტულად ჩავღრმავდეთ სხვადასხვა საკითხებში. თქვენ მართალი ბრძანდებით, თიმუსი არის ორგანო, ჯირკვლოვანი წარმოშობის ორგანო, რომელიც მდებარეობს შუა საყარში, კონკრეტულად მკერდის ძვლის უკან. ეს ამ ორგანოს პათოლოგიები ზრდასრული ასაკის მოსახლეობისათვის ნაკლებად ცნობილია, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია, ესე ხშირად არ გვხდება. შესაბამისად, ადამიანების რიცხვა ნაკლებად იციან თუ რა არის თიმუსი. თვითონ თიმუსი იგივე მკერდუკანა ჯირკვალი, როგორც მას უწოდებთ, წარმოდგენილია ორგანოს სახით, რომელიც შედგება მარჯვენა და მარცხენა წილისაგან, შეერთებული ერთმანეთზე, წააგავს ორ კაპაჩანგალს და მდებარეობს მკერდის ძვლის უკან. ეს არის ჯირკვლოვანი ორგანო, რომელშიდაც კონკრეტულად მწიფდება და შემდგომ დიფერენცირდება T-ლიმფოციტები. მოგეხსენებათ, T-ლიმფოციტები კი არის ორგანიზმის იმუნური სისტემის მაჩვენებლები და ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ანუ თავდაცვას უზრუნველყოფენ გარემოსაგან, ან სხვა დაუშვათ მიკროორგანიზმებისაგან. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ გადიდებული თიმუსის მქონე ბავშვები, ანუ ბავშვებს, ვისაც აქვს პათოლოგიები თიმუსის ორგანოს, ისინი ნაკლებად არიან, ანუ მათ მდგრადი იმუნიტეტი არ აქვს და იმუნოდეფიციტურ პირებს წარმოადგენენ. ამ ორგანოს პათოლოგიები უფრო ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, ალბათ უფრო პედიატრიული მიმართულებით უფრო საინტერესო იქნებოდა ამაზე საუბარი, თუმცა მოზრდილ ასაკშიდაც იშვიათად, მაგრამ არის თიმუსის პათოლოგიები უფრო თიმომების სახით წარმოდგენილი და უმეტესწილად ასეთი პაციენტები განეკუთვნებიან პაციენტებს
ლიმფოციტებს, რომელსაც შემდგომ ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროებათ. ხალხინა ძალიან საინტერესოა ბავშვთა ასაკს ვახსენებთ, ალბათ ძირითადი ფიზიოლოგიური აქტიურობა ამ ორგანოსი მეწილად მოდის სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში და მე როგორც ვიცი გარკვეული ასაკის მატებასთან სქესობრივი მომწიფების პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა უკვე განვითარდება ეს ორგანო. მართალი ბრძანდებით. დაბადებისას რა თქმა უნდა ყველა ახალშობილს თიმუსი უნდა გქონდეს ნორმალური განვითარების და მისი წონა მიახლოებით ამ დროს დაბადებისას არის 15 გრამი. შემდგომ უკვე ასაკის ზრდასთან ერთად თიმუსი იზრდება ზომებით და მაქსიმალურ ზომებს, ანუ მაქსიმალურ წონას ის აღწევს გარდატეხის ასაკში. გარდატეხის ასაკის ბავშვებს მათი წონა უკვე 15-დან 20-37 გრამამდე ეზრდება, შესაბამისად თიმუსის ანუ მოცულობა იზრდება თითქმის 2-ჯერ. ეს აუცილებელია ორგანიზმისათვის, რომ მოხდეს ეს არის ფიზიოლოგიური ზრდა, ეს პათოლოგია არ არის, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში შეხვედრილი ინფექციებისაგან ბავშვი იყოს დაცული და იმუნიტეტი მდგრადი ქონდეს. ამის შემდგომ უკვე თიმუსი განიცდის ნელ-ნელა ატროფიას, განსაკუთრებით 20 წლის ასაკის შემდეგ და საბოლოო ჯამში იმდენად პატარავდება ის, რომ უკვე 75-70 წლის ასაკის ადამიანისთვის მისი წონა შეადგენს 6 გრამს, ანუ 2-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე იყო დაბადებისას. ატროფიის დროს ასაკთან ერთად ეს თიმუსი პატარავდება და მას ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და შემართებელ ქსოვილი და იმდენად იკარგება ის შუა საყარში, რომ ხშირად ბავშვთა თვალიერებით, როდესაც ოპერაციული რაიმე ჩარევა ტარდება, არც კი ჩანს, ანუ შეუმჩნეველია. შესაბამისად ალბათ ამასთან ერთად ხდება მისი აქტიურობის შემცირება ასაკის მატებასთან ერთად და აქედან გამომდინარე ალბათ ლოგიკური კითხვა იბადება. საუბრიდან გამომდინარე თიმუსის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეს არის დამცველობითი, იმიტომ რომ მონაწილეობს იმ იმუნურის უჯრედების მომწიფებაში, რომლებიც ერთგვარ ბრძოლის იარაღს წარმოადგენენ სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ ჩვენი ორგანიზმისთვის. ასაკის მატებასთან ერთად რატომ არის აუცილებელი, ანუ რატო უკვე ვითარდება ეს ორგანო, ეს ხო აღნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი დაავადებები, აი რასაც ბავშვთა ინფექციები ეწოდება, უფრო ბავშვთა ასაკისთვის არის დამახასიათებელი. მოზრდილ ასაკში უკვე ადამიანს იმუნიტეტი აქვს, გარდა ამისა ტარდება საყოველთაო ვაქცინაცია ბავშვთა ასაკში, რომელიც ავტომატურად გამოიმუშავებს იმუნიტეტს. შესაბამისად, უკვე ზრდასრულ ასაკში ამ დაავადებებისაგან ადამიანი პრაქტიკულად დაცულია, ამიტომ თვითონ ბუნებამ შექმნა ესე, რომ ორგანიზმს უკვე თიმუსი უხეშად რო ვთქვათ, აღარ ჭირდება, იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, მდგრადია ის მისი იმუნური სისტემა, თან პარალელურად ერთვის სხვა უჯრედები ძვლის ტვინის და ასე შემდგომ, ამიტომ თიმუსი ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას, თუმცა ის მინიმალური ოდენობით მაინც რჩება ორგანიზმში, პატარავდება და იმ საკმარის რაოდენობით ლიმფოციტებს გამოიმუშავებს, რომელიც ჭირდება ადამიანს ამ ასაკისათვის. თვითონ თიმუსი გამოყოფს T-ლიმფოციტებს და ჰორმონებს, კერძოდ თიმოზინს, თიმოპოეტინს და სხვა რიგ ჰორმონებს და ესენი არიან ძირითადად, როგორც მოგეხსენებათ, ცილოვანი წარმოშობის ჰორმონები, ანუ პოლიპეპტიდები. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანის მდგრადობას, ანუ იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებების მიმართ. და რადგან ისინი ეს T-ლიმფოციტები წარმოიქმნება, შემდგომ უკვე იმუნიტეტი როცა ყალიბდება, უკვე ნაკლებად ანუ ჭირდება ეს ყველაფერი და ამიტომ ასაკთან ერთად ნელ-ნელა ის უკვე განვითარებას განიცდის. ეს არ არის პათოლოგია, ეს არის ნორმა და ესე უნდა იყოს. აი თუ არ განიცდის უკვე განვითარებას და თიმუსი რჩება დიდი ზომების, დაუშვათ მოზრდილ ასაკში, უკვე ვითარდება მისი პათოლოგიები, თიმომები ან სხვა პათოლოგიები, რომლის დროს უკვე ხშირად ხდება მისი დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და შემდგომ მკურნალობის ჩატარება. პირიქით, ანუ როდესაც ის არ დაპატარავდება და გადიზდება, ეს არის უკვე პათოლოგია ადამიანისთვის. ძალიან მოკლედ განვიხილოთ ჩვენ თიმუსის დაავადებებს გადაცემის ალბათ მეორე ნაწილში. ჯერ ამოვწუროთ თავიდან ბოლომდე ამ ორგანოს ფუნქციები. ანუ პირველი, რაც ვთქვით, ეს არის დამცველობითი ფუნქცია და იმუნური სისტემის უჯრედების მომწიფება. მეორე, ენდოკრინული ფუნქცია თქვენი პროფილიდან გამომდინარე, უფრო გავშალოთ. ანუ რა ჰორმონებს გამოიმუშავებს ეს ორგანო და რისთვის არის აუცილებელი ამ ორგანოს მიერ გამომუშავებული ესა თუ ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. დიახ. მოგეხსენებათ წინათაც გესაუბრეთ, რომ აი T-ლიმფოციტები, რომლებიც პირდაპირ წარმოიქმნება თიმუსში, ისინი წარმოიქმნება ესე იგი თიმოციტებისაგან, რომლებიც იკვდებიან ძვლის წითელი ტვინიდან. T-ლიმფოციტები თიმუსში დიფერენცირდებიან შემდგომ და არიან ისინი უკვე პასუხისმგებელი იმუნურ სისტემაზე. თვითონ T-ლიმფოციტები
არიან როგორც აი უხეშად რო ვთქვათ ამომცნობი ამა თუ იმ დაავადების და შემდგომ გამანადგურებელნი, ანუ იმათმა უნდა უზრუნველყონ ამ უცხო აგენტის განადგურება, უხეშად რო ვთქვათ აი მსვენელისთვის უფრო გასაგებენაზე რომ იყოს ტერმინების გარეშე და შემდგომ გამოდევნონ ეს უცხო აგენტები თუ უცხო სხეულები ორგანიზმიდან. ისინი აძლიერებენ მონოციტების მოქმედებას და ასევე მონაწილეობენ, რა თქმა უნდა, აქტიური ნივთიერებების იმუნოგლობულინების სინთეზში, რომლებიც შემდგომ აი ანტიგენებს ებრძვის, ხომ? ეს თვითონ T-ლიმფოციტები კიდევ არის კლასიფიკაციებით დაყოფილი სხვადასხვა ჯგუფებად, უფრო მეტად წარმოდგენილი არის T-ჰელპერების და T-კილერების სახით. ნუ ჰელპერების სახელწოდებიდანაც უკვე მიხვდება ალბათ სვენელი, ანუ აძლიერებენ და იმუნურ სისტემას და ეხმარებიან, ესე რომ ვთქვათ, ადაპტირებას უკეთებენ ამ იმუნურ პასუხს ამა თუ იმ აგენტზე და არის T-კილერები, ანუ მკვლელები, გამანადგურებლები, რომელიც საკუთარი ორგანიზმის დაზიანებულ უჯრედებს გაანადგურებენ და უკვე ამათ განადგურების ხარჯზე ხდება იმუნური სისტემის მდგრადობა, აღდგენა. ზოგადად ალბათ საინტერესო იქნება, სწორედ აი T-ლიმფოციტები უფრო კარგად რომ აღიქვან ჩვენმა რადიომსმენელებმა, სიტყვაზე თქვა ერთობ გავრცელებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, სწორედ აი ამ უჯრედების დაზიანებით მიმდინარეობს ამ შემთხვევაში. ვითარდება. ანუ ეს იმუნიტეტი, როდესაც ქვეითდება, უკვე მიმდინარეობს ამ T-ლიმფოციტების ცვლილებები, აღარ პროდუცირდება, აღარ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით და შესაბამისად ორგანიზმს არ აქვს უნარი, რომ რაღაცა აგენტს ვირუსულ ინფექციას ან ნებისმიერ სხვა ინფექციას შეებრძოლოს და ამ ინფექციის გავრცელება ხდება ორგანიზმში. იგივე თქვენ როგორც ახსენეთ იმუნოდეფიციტის სინდრომი და ბევრი სხვა ინფექციური დაავადებები მათ შორის. ეს უფრო ვიწრო, ანუ ინფექციონისტის ან ალერგოლოგის პრეროგატივაა, მაგრამ ნუ ზოგადი მიმოხილვით ესე არის და აქედან მოდის ყველაფერი. მართალია, კითხვა რომელიც მე სურს დაგისვათ, უფრო პედიატრიულ საკითხს ეხება, თუმცა რაღაც ზოგადი სახის რჩევა შეიძლება მივცეთ მსმენელს. ალბათ გვსმენია ეგრეთ წოდებული ტერმინი ხშირად გამოავადე ბავშვი. დღესდღეობით ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პატარა ასაკის ბავშვები ხშირად ცივდებიან, ემართებათ ეგრეთ წოდებული გაციებითი დაავადებები, მწვავე რესპირატორული ვირუსული. ამ შემთხვევაში აუცილებელია თორემ თიმუსის გამოკვლევა და იმუნური სისტემის გამოკვლევა რამდენად აქტიურია. საერთოდ 21 საუკუნეში ძალიან იმატა ინფექციური დაავადებების რაოდენობამ და თვითონ ინფექციური დაავადებები, იშვიათი ინფექციები, რომლებიც სიტყვაზე ადრე იშვიათად იყო, ეხლა ძალიან გახშირდა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ნაწილობრივ ეს დამოკიდებული არის ალბათ ორგანიზმის მდგრადობაზე, ბრძოლის უნარიანობაზე და ჩემი აზრით ალბათ ნაწილობრივ აი ამ გარემო ფაქტორებზე, რაც არის მაღალი რადიაციული ფონი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხშირად მოავადე ბავშვი, რომელიც ხშირად ხდება პედიატრიულ განყოფილებაში, აუცილებლად მას პედიატრი უტარებს, რა თქმა უნდა, შესაბამის კვლევებს, იგივე სისხლის საერთო ანალიზს და ასე შემდეგ, სადაც ხდება ლიმფოციტების დონის შემოწმება, მონოციტების და ასე შემდეგ, ზემოთ რაც ვახსენე. გარდა ამისა, უკვე თუ კი პედიატრი შეიტანს, რომ აქვს რაიმე პრობლემა ბავშვს, ანუ ხშირად მოავადეა და ვირუსული ინფექციებისადმი არ აქვს იმუნიტეტი და მდგრადობა, რა თქმა უნდა, ტარდება უკვე თიმუსის გამოკვლევა, დიაგნოსტიკა. უფრო მეტად ეს ხდება ბავშვთა კლინიკებში და ხდება თიმუსის ეხოსკოპიური გამოკვლევა, დიაგნოსტიკა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა. გარდა ამისა, ნუ თუ არის უკვე პათოლოგია დადგინდება, ახლა ამას რა თქმა უნდა ხელით ვერ გასინჯავ, ეს მეთოდებია, რომლებიც ერთადერთია მაჩვენებლები და პლუს სისხლის ანალიზი მასთან ერთად. თუ პათოლოგია დადგინდება, შემდგომ უფრო ღრმა კვლევები ტარდება, იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვომაგნიტური ტომოგრაფია. არსებობს კიდე რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რომლითაც პირდაპირ დგინდება დიაგნოზი არის თუ არა თიმუსის პათოლოგია. კვლევის მენეჯმენტს უფრო ვრცლად გადაცემის მეორე ნაწილში შევეხოთ, მე მანიშნებენ საინფორმაციო გამოშვების დრო, ასე რომ მოდით შევწყვიტოთ გადაცემა და შემდგომ განვაგრძოთ. მე შეგახსენებთ საუბრობ თემაზე თიმუსი, ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიის დოქტორი ნინო ესაკია გახლავთ. იმედის კლინიკა, სერგო კობალავასთან ერთად.
გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა, ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე თიმუსი, ამ ორგანოს ფუნქციები, მასთან ასოცირებული პათოლოგიები. ჩვენ დღევანდელი სტუმარი აორცის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ესაკი. ახალ ნინო, სხვა რაიმე მიმართითებელი სიმპტომატიკა თუ არსებობს, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება მშობლის მხრიდან, რომ ზოგადად იმუნური სისტემის რაღაც პრობლემა არის ბავშვთა ორგანიზმში და კონკრეტულად აუცილებელი ამ შემთხვევაში თიმუსის გამოკვლევა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დადგენა საბოლოოდ მაინც სპეციალისტის პრეროგატივაა, რადგან როგორც თქვენ აღნიშნეთ, თიმუსის ფუნქციონირების დადგენა, დიაგნოსტიკა ეს ემყარება ძირითადად ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, მაგრამ სიმპტომატიკაზე თუ არის საშუალება, რომ ერთი-ორი სიტყვა მივაწოდოთ. დიახ. რაც შეეხება თვითონ თიმუსის პათოლოგიებს და აღნიშნულ სიმპტომებს, რომლებიც ამ პათოლოგიებს ახასიათებს, ყველაზე ხშირი ეს არის თიმომების განვითარება, ანუ თიმუსის ზომების ზრდა, რომელიც ასევე მიუთითებს წარმონაქმნის არსებობაზე. ყველაზე ხშირი არის შუასაყრის დაავადებებს შორის საერთოდ ეს თიმომების პათოლოგია, დაახლოებით 30% შემთხვევაში ხვდება ყველა სხვა პათოლოგიებს შორის. თიმომა შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასე ანუ ზრდა ზომით, რომლებიც მხოლოდ ოპერაციული მკურნალობის შემდგომ შესაძლებელია მისი აღმოფხვრა, ასევე შეიძლება იყოს ავთვისებიანი, რომელიც დაუშვათ ოპერაციის შემდგომ ეს ტიპის პაციენტები მოითხოვენ ასევე რადიოაქტიურ და სხიურ თერაპიას და ასე შემდეგ ქიმიოთერაპიას. რაც შეეხება თვითონ ეს დაუშვათ ეს ძალიან იშვიათია ბავშვთა ასაკში, შესაბამისად ძალიან იშვიათი პათოლოგიებია, ასე რომ ანუ მშობლებს არ შეეშინდეთ მათ ბავშვებს, რა თქმა უნდა, არ ემუქრებეს. ძალიან იშვიათი პათოლოგია, რომ ეს გართულდეს დაუშვათ და საოპერაციო გახდეს აღნიშნული მდგომარეობა. რაც შეეხება თვითონ ზოგადად იმუნოდეფიციტებს, დაუშვათ რაღაც მსგავს ხშირ მორეციდივე ვირუსული ინფექციები და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა ხშირია ბავშვთა ასაკში და მშობელმა თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება თუ ერთი სეზონის განმავლობაში, აი პირობითად ეხა ზამთარში, ხო, სეზონის განმავლობაში ბავშვი გახდა ორჯერ ან სამჯერ ან მეტად ავად ვირუსული მწვავე ინფექციით მიმდინარე მაღალი ტემპერატურით, ხველებით და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მან უნდა მიმართოს მის მკურნალ პედიატრს და უკვე პედიატრის მხრივ მოხდება ის კლინიკური მაჩვენებლების ანალიზების და სხვა კვლევების ჩატარება, რაც მას ესაჭიროება. თუ იმუნოდეფიციტი აქვს ბავშვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პედიატრი ერევა და ნიშნავს იმუნოსტიმულატორებს, იმუნომოდულატორებს, რომლებიც დღეს საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრია შემოსული, იგივე წვეთების სახით და ძალიან მარტივია მათი მიღება ბავშვისათვის. არც ისეთი ის არის, ანუ ინექცია ან რამე ისეთი გადასხმა და რამე, რა თქმა უნდა, არ ჭირდება ეს მედიკამენტი, წვეთების სახით შეიძლება მიიღოს, რომ წინასწარ იმუნიტეტი მდგრადი ქონდეს ბავშვს. აღნიშნული მედიკამენტები, იგივე ვიტამინოთერაპია და იმუნომოდულატორები ინიშნება ვირუსული ინფექციების სეზონებამდე, რა თქმა უნდა, ანუ გვიან შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, აი როდესაც უფრო ეს ვირუსული ინფექციები მწვავდება. თვითონ რაც შეეხება ხა ჩვენ პათოლოგიას თიმუსს დაუბრუნდეთ ისევ და თიმომებს, თიმომები როგორც მოგახსენეთ იშვიათი არის, მაგრამ აუცილებლად მოითხოვს აი საჭირო კვლევების ჩატარების შემდგომ თუ ნამდვილად დადასტურდა ოპერაციულ ჩარევას, იმიტომ რომ შეიძლება გართულდეს და მიასთენია ან სხვა რაიმე უფრო მძიმე პათოლოგია განვითარდეს. თვითონ თიმომა დაუშვათ რა სიმპტომები აქვს, ხა რა რითი უნდა მიხვდეს ადამიანი. როდესაც თიმუსი ანუ ეს მკერდუკანაჯირკვალი გადიდებულია ზომაში და თიმომა ვითარდება, ის აწვება შუა საყარს, სადაც გადის ეს მაგისტრალური სისწარღვების, ან სუნთქი გზები და ასე შემდეგ ბრონხები და იწვევს ხველას, მშრალ ხველას, დაუშვათ ზეწოლის სინდრომის შედეგად შეგუბებას ვენების, იწვევს ასევე გულის ფრიალს, გულის აჩქარებას, აღნიშნული სიცხე, ტემპერატურა რამე არ ახასიათებს, აღნიშნული იშვიათად შეიძლება იყოს, აღნიშნული სიმპტომებით დაუშვათ ქოშინი, უჰაერობა, ხველა, ხანგრძლივად თუ გრძელდება ადამიანს, დაუშვათ
და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხველის გამო პაციენტები იღებენ ხოლმე თვითონ ან ამოსახველებელ საშუალებებს, ან ანტიბიოტიკებს, ან ასე შემდეგ და არანაირი ეფექტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, უკვე როდესაც მიდიან თერაპევტთან, ხდება თიმუსის დიაგნოსტიკა და გამოკვლევა, ხომ არ არის ეს აქედან გამომდინარე. მოზრდილ ადამიანთა კატეგორიაში, ვისაც აქვთ თიმომა, რა თქმა უნდა, საჭიროებს შემდგომ ოპერაციულ მკურნალობას და ოპერაციის შემდგომ უკვე სრული გამოჯანმრთელება შეიძლება იყოს, ანუ ასეთ პაციენტებს შემდგომ უკვე აღარ ემუქრებათ არანაირი გართულებები ან რამე დაუშვათ მომავალში კიდევ ერთხელ მსგავსი სიტუაციის განვითარება, რადგან ორგანოს სრული რეზექცია ხდება, ან ნაწილობრივი დაუშვათ შეიძლება რამოდენიმე გრამი ორგანო დატოვოს ქირურგმა, დანარჩენი დიდი ნაწილის ამოღება ხდება და მეორეჯერ უკვე რეციდივი ძალიან იშვიათია, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით არ არის. თუ იქნა კეთილთვისებიანი, თუ ავთვისებიანია და დაუშვათ რაიმე წარმონაქმნი არის სიმსივნური, მაშინ რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდგომ, როდესაც მოხდება ამ ორგანოს მორფოლოგიური შესწავლა და დიაგნოზი გამოვლინდება, რომ არის რაღაცა პრობლემა, ასეთ ადამიანებს ერჩევა ონკოლოგის კონსულტაცია და ონკოლოგი შემდგომ ქიმიურ და სხიურ თერაპიას უნიშნავს. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ძალიან მაღალი შედეგებით აქვს მკურნალობას ეფექტები და დაუშვათ გართულებების რისკი ძალიან ნაკლებია. რაც შეეხება თვითონ დაუშვათ მომიჯნავე პათოლოგიებს, რომლებიც თიმომის დროს შეიძლება განვითარდეს, ეს არის მიასთენია, ანუ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ პათოლოგიად ითვლება, იმიტომ რომ ეს კუნთოვანი სისუსტე მოიცავს არა მარტო დაუშვათ საყრდენმამოძრავებელ კუნთებს, დაუშვათ ან გარეგნულად ადამიანს შეიძლება მსმენელს ეგონოს კუნთი, ანუ სხვა კუნთებსაც მოიცავს, იგივე გულის კუნთს, იგივე დაუშვათ კუნთები, რომელიც ჩონჩხის კუნთები. შესაბამისად, უკვე მიასთენიას გართულებები მოყვება და უფრო მეტად ნევროლოგიური წილის გართულებები და ნევროლოგების პაციენტები ხდებიან ესეთი პაციენტები მეტწილად. ამიტომ, რა თქმა უნდა, დროული დიაგნოსტიკა, დროული გამოკვლევა ძალიან მაღალი შედეგებით მიდის და ნუ ყველაზე ინფორმატიული ახლა დღეს რაც არის 21 საუკუნეში კომპიუტერული ტომოგრაფია და MRI დიაგნოსტიკა უკვე 100%-იანი სიზუსტით სვამს დიაგნოზს არის თუ არა თიმუსის პათოლოგია. დიდი მადლობა და ბოლოს ჩვენ დაახლოებით 5 ნახევარი დაგვჭა გადაცემის დასრულებამდე. რჩევები და რა სახის რჩევები მივაწოდოთ რადიო მსმენელს, რადგან იმუნურ სისტემაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, ჯერჯერობით გაცილებით დაავადებების ბავშვებისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ვიტამინებით, ჯანსაღი კვებით, მე ხო როგორც ენდოკრინოლოგი, შესაბამისად აი კვების რაციონის შერჩევით ბავშვისათვის დღის განმავლობაში რო სრულფასოვნად მიიღოს მან, როგორც ცილები, ისე ბოსტნეული და ხილის ნატურალური წვენები და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ ეს იყოს ქიმიური ან თერმულად დამუშავებული ან რაღაცა დაუშვათ შერეული პროდუქცია, ჯობია ჯანსაღი, ცოცხალი ხილისგან გამოწვეული ნატურალური წვენი და ასე შემდეგ. ვიტამინებით, ჯანსაღი კვებით და ფიზიკური აქტივობით, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური ძილი და ასე შემდეგ იმუნურ სისტემას მდგრადს ხდის და შესაბამისად ბავშვი უფრო აქტიურად ებრძვის ამ სხვადასხვა ინფექციებს, რომელიც ძალიან ბევრია, რაც არ უნდა მოხდეს ბავშვის იზოლირება, ჩაკეტვა, დაუშვათ რომ აი არ შეხვდეს ვირუსი, მაინც ეს არის საერთწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები, ვირუსული ინფექციები და ამის შეუძლებელია პრაქტიკულად ამის გაკეთება, უფრო მეტად ჯობია რა თქმა უნდა ჯანსაღ ცხოვრების წესს. გავზავდოთ ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა და აქტივობა, კი. ძალიან დიდი მადლობა. მაშ მეგობრებო, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე თიმუსი და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუმრის დახმარებით მაქსიმალური ინფორმაცია მოგვაწოდეთ ამ ორგანოს, მართლაც მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციების შესახებ. დიდი მადლობა ქალბატონოს. მე შეგახსენებ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ავერსის კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ნინო ესაკია. ჩვენ ამით ამოვწუროთ იმედის კლინიკა. მადლობთ ყურადღებისთვის. ერთმანეთს მომავალ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.